ქალზე ძალადობის პრევენციის ფრონტის ხაზი ქალების და მამაკაცების თანაბარ უფლებებზე გადის. ქალთა უფლებების დამცველებს ამაზე სრული თანხმობა აქვთ. დღეს დავინტერესდით, როგორია გენდერული ბალანსი სხვადასხვა სფეროში. გაირკვა, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულთა უმრავლესობა მამაკაცია. სულ რამდენიმე ქალი მინისტრია მთავრობაში. საკანონმდებლო ორგანოშიც გენდერული დისბალანსი მამაკაცი დეპუტატების სასარგებლოდაა დარღვეული. ის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არსებობს, სოციოლოგიურმა კვლევამაც დაადასტურა. როგორია საზოგადოების განწყობა ამას ნუსად რაბაიძე NDA-ის კვლევების მიხედვით გაგვაცნობს. ქალები თუ მამაკაცები, როგორც აღმოჩნდა საქართველოში NDA-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობას მეტი გენდერული თანასწორობა სურს. იგივე პოზიციას აფიქსირებენ ქრონიკასთან ორივე სქესის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა გაიზარდოს ქალების რაოდენობა და მათი როლი ჩვენ ქართულ პოლიტიკაში. კარგი იქნება თუ გაიზრდება და თანაფარდობა იქნება. უნდა გაიზარდოს ქალების რაოდენობა, იმიტომ რომ ახლა არ მინდა რომ თქვა სხვანაირად, მაგრამ ქალები აუცილებელია პოლიტიკაში. საკმარისია პარლამენტში ქალები, ისე რომ მეტი მოსაჭირო არ არის. საზოგადოებაში ასევე დიდი მხარდაჭერა აქვს სავალდებულო კვოტის მიღების იდეას. პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ამ საკითხის შემოღებას მხარი 4000 გამოკითხulis 68%-მა დაუჭირა. მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30%-ით უნდა განისაზღვროს. 73%-ს კი მიაჩნია, რომ მმართველ ორგანოში ეს მაჩვენებელი თანაბარი უნდა იყოს. ყველა სფეროში გენდერულ თანასწორობასა და ყველა მმართველ სტრუქტურაში სავალდებულო კვოტის შემოღებას მიესალმებიან პარლამენტარებიც. ის რომ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა სფეროში ჩვენ ცხოვრების, ამაზე მე მგონი აღარ არის საკამათო. სავალდებულო კვოტის დაწესება ქალთა თანამონაწილეობის შესახებ პარლამენტში, საკრებულოებში, ყველა მმართველ სტრუქტურაში არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პირველ რიგში ქალის როლი გაძლიერდეს. კვლევის შედეგები შეაფასა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მე ვისურვებდი, რომ მეტი ქალი იყოს, არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ზოგადად მეტი ქალი იყოს ჩართული საზოგადოებაში. რის შემდეგაც ჟურნალისტებთან საკუთარი ხედვა მისმა ლატვიელმა კოლეგამაც დააფიქსირა. პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ამ საკითხის შემოღებას მხარი 4000 გამოკითხulis 68%-მა დაუჭირა. მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე. ამ დროის მონაცემები კი ასეთია: 150 წევრიან პარლამენტში 17 ქალი დეპუტატია. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, აქ მხოლოდ 3 ქალბატონს ხვდებით.